მივესალმებით ჩვენს ძვირფას YouTube მაყურებელს. მე ლაშა გურგენიძე ვარ და ეს ქართული ამბებია. თუ გახსოვთ ისე როდის მოგიყევით უინტერესო ამბები. ამაშია საქმე ბატონო, დღესაც არაჩვეულებრივი ამბები მოგიმზადეთ. მადლობა კროკოს პარტნიორობისთვის და გვერდში დგომისთვის. გამოიწერეთ არხი და გაააქტიურეთ ზარის ღილაკი. ასე არ გამოგრჩებათ ისეთი კარგი ამბები, როგორებიც მაგალითად დღეს უნდა გიამბოთ. ფულის სამშობლოს სანაცვლოდ. 1923 წელს საბჭოთა ხელისუფლება დაიღალა აჯანყებულების დევნით. ქაქუცა და სხვა შეფიცულები მათთვის ნამდვილი თავისტკივილი იყო. ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის უფროსი ძმა შაქრო ქაქუცასთან მოსალაპარაკებლად დაითანხმეს. შეფიცულების ბანაკში მისულ შაქროს ძმისათვის ბრძოლის შეწყვეტა და ემიგრაციაში წასვლა უნდა შეეთავაზებინა. ძმების საუბარს ქაქუცას თანამებრძოლი ალექსანდრე სულხანიშვილიც დაესწრო. სულხანიშვილის მოგონებებში ვკითხულობთ. ამ ლაპარაკის დროს მე იქ ვიყავი პირადად და ჩემი ყურით მესმოდა ყველაფერი. ამ მოლაპარაკებაში ერთი სიტყვა არ არის ვინმეს გადმოცემით. შაქრომ ქაქუცას უთხრა: აი მთავრობამ გამომაგზავნა შენთან მოსალაპარაკებლად. პირველი, თხოვლობენ პასუხს, რა მიზეზით გვებრძვის, რას მოითხოვს და რა უნდაო. მეორე, წინადადებას გაძლევენ, შენი რაზმით საზღვარგარეთ გადახვიდე. ფულს რამდენსაც მოითხოვს, მიიღებსო. თუ კი არ გვენდობა საზღვარზე გადასვლის დროს, მთავრობიდან მოითხოვოს მძევლად ვინც უნდა და როდესაც საზღვარზე გადავლენ, მძევალი უმტკივნეულოდ უნდა გაანთავისუფლონ. თორემ თუ მოკლეს, მთელ ამათ ნათესავებს დახვრიტავენო. შაქრომ რო თავის სათქმელი დაამთავრა, ქაქუცამ უპასუხა: დამოუკიდებლობის დროს საქართველოს სოციალ-დემოკრატები უდგნენ სათავეში. ჩვენ ძალიან არ მოგწონდა მათი საქციელი, მაგრამ საქართველო დამოუკიდებელი იყო. მთავრობაც ქართული იყო და ჩვენ გულმოდგინედ ვემსახურებოდით მას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ამეში არ ვეთანხმებოდით. რას შემოუძღვნენ რუს ჯარს და ვაივაგლახით მოპოვებული დამოუკიდებლობა ხელმეორედ რატომ ჩააბარეს რუსებს? თუ ქართველ ერს მოსწონს ბოლშევიკური ხელისუფლება, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით და ისევ ვემსახურებით მათ, როგორც ეს იყო მენშევიკური მთავრობის დროს. ოღონდ კი რუსის ჯარი გაიყვანონ და საქართველო დამოუკიდებელი იყოს. რაც შეეხება მათ წინადადებას, რომ იმდენ ფულს მოგცემენ, რამდენიც გვინდა, ჩემი უფროსი ძმა კი ხარ, მაგრამ ამისთანა დავალებით ჩემთან აღარ მოხვიდე. ჩვენ პატრიოტები ვართ. ჩვენთვის საქართველოს თავისუფლება და მისი სიდიადი არის ძვირფასი და არა ფული. ჩვენ იმისთანა ავანტიურისტები და სამშობლოს მოღალატენი არა ვართ, რომლებმაც გაყიდეს საქართველოს ჭირითა და ვაგლახით მოპოვებული დამოუკიდებლობა. და თუ კიდევ შერჩენიათ ერთი ბეწო რაიმე ქართული, როგორც შემოუძღვნენ რუსებს, ისევე მოახერხონ მათი თავიდან მოშორება. ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის სადამდეც შევძლებთ და თუ ვერ შევძელით ამ დიადი საქმის სისრულეში მოყვანა, მომავალი თაობა გააგრძელებს ჩვენს მიერ დაწყებულ საქმეს. აი ეს ყველაფერი, რაც მე გითხარი, მათ გადაეცი. ამ საუბრის შედეგად შექმნილი არასასიამოვნო ატმოსფეროს შემდეგ საკმარისად დაღონებული გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს ორივე მხარე. რატო იფიქრეს, რომ ქაქუცა ფულის გამო იბრძოდა, არ ვიცი. ვერ წარმოედგინათ ალბათ, როგორ უნდა იყო ადამიანი უანგარო პატრიოტი. ბარათაშვილის ხელნაწერი. ვალერიან გუნია იხსენებდა ამბავს, თუ როგორ შეიძინა ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელნაწერი კრებული. ეს ძალიან დიდი განძი იყო, როგორც მისთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის. ერთ ჩვეულებრივ დღეს ვეწვიე ჩვენს დაუცხრომელ მწიგნობარს ზაქარია ჭიჭინაძეს, რომელიც იმ ხანებში გარეთ ვაჭრობდა წიგნებით. ზაქარიამ თავისებური თავაზიანობით გამაცნო მის გვერდზე მყოფი კაი მაღალი ტანის და ძლიერ გამხდარი კაცი, გვარად ლაზარევი. ლაზარევს ეტყობოდა ან ძველი ჩინოვნიკი უნდა ყოფილიყო, ან ძველი ყაიდის აზნაური. ვალიკო ჩემო, მომართა ზაქარიამ. შენ ხომ საინტერესო წიგნებს დაეძებ. ესეც წიგნებით ვაჭრობს და ამასაც კარგი წიგნები აქვსო. ოღონდ ცოტა კრიჟანი და მეძვირეაო, იხუმრა ზაქარიამ. მას თქვენსავით ორგროშიან წიგნებს ხომ არ შევინახავო, უპასუხა ლაზარევმა. წიგნი ანტიკვარი და საინტერესო უნდა იყოს. აი ნახეო, გაიჯგიმა და პალტოს ჯიბიდან ქაღალდებში გახვეული რვეული ამოიღო. გამომიწოდა და მითხრა: აი ინებეთ, დატკბით და იამაყეთ ახალგაზრდაო. თვითონ თავადი ნიკოლოზ ბარათაშვილი. თურმე ვალერიან გუნია სიხარულისგან გაქვავდა.
კაი ხანს ხმა ვერ ამოიღო. როგორია ქართველი პოეზიის ნამდვილი ლეგენდის ორიგინალი ხელნაწერი. ჯერ ხომ კინაღამ მისი მთელი ბრწყინვალე შემოქმედება დავკარგეთ და ახლა კიდევ ახალი ხელნაწერები. როგორია, კითხა ვალერიანს ლაზარევმა, რადგან გადამეტებული აღტაცება და სიხარული შეატყო. იყიდე ვალიკო, გირჩევ იყიდო, მარიგებდა ზაქარია. მე რახანია ვეღრიჭინები, მაგრამ არ იქნა მაგის მორჯულება, 25 მანეთს ფეხს არ უცვლის. გროშ კაპიკსაც ვერ დავაკლებ, გამაფრთხილა გამყიდველმა. იქნებ როგორმე მოურიგდეთ, ამოვიღნავლე ძლივს. ახლა 3 მანეთის მეტი არ მაქვს. ამას მოგცემთ და კვირას კიდევ 12 მანეთს დაგიმატებთ. თუ თანახმა ხართ, აი ეს 3 მანეთი და ხელნაწერი. თურმე პასუხის მოლოდინში ვალიკო გაირინდა. ლაზარევს ბევრი არ უფიქრია, 3 მანეთი გამოართვა და შეაქო. ახალგაზრდაო, თქვენ კეთილშობილი აზნაური ხართ. გელოდები, კვირას 12 მანეთიც მომეცით და ხელნაწერს ჩაგაბარებ. ერთი კვირის შემდეგ ხელნაწერი უბეში მედო, იხსენებდა გუნია. მთელი წელიწადი დამქონდა, როგორც უდიდესი განძი. ჩემი თავი უბედნიერეს კაცად მიმაჩნდა მთელ დედამიწაზე. ბევრჯერ გამჭირვებია, ბევრჯერ სიმწარე და სუსხი კარზე მომდგომია, მაგრამ ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელნაწერის გაყიდვა აზრადაც არ მომსვლია. ჯამში ვალიკოს გადახდილი 15 მანეთის სანაცვლოდ, იცით რამდენს თავაზობდნენ? 300 მანეთს, ანუ 20 ჯერ მეტს. მაგრამ ხომ არის რაღაცეები, რაც არ იყიდება. ასეთი იყო ტატოს ხელნაწერი. ამ ქვეყნად ისე არ მყარებია ადამიანი, როგორც ილია ჭავჭავაძე. იქვე წერს გუნია, მაგრამ იმასაც უარი უთხარი. ბოლოს კი 1 წლის მერე საჩუქრად გადავეცი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. ილია და მუნდირი. კოხტა აფხაზის მოგონება. პეტერბურგში ილია მეტად აღტაცებული იყო გენერალ ჩაიკოვსკის ქალით. ეს იყო ცნობილი რუსი კომპოზიტორის და. ერთ დღეს ილია და კოხტა მათთან სადარბაზოთ მიუწვევიათ. თუმცა გაჭირვებული სტუდენტების ამბავი ხომ მოგეხსენებათ. ამ ორ მეგობარს მხოლოდ ერთი მუნდირი, ერთი მოსასხამი ჰქონდათ. როგორ უნდა მისულიყვნენ ორივე? მარტო წასვლა არც კოხტას უნდოდა და არც ილიას. ბოლო-ბოლო ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, ორივე წავიდნენ. აიყვანეს ეტლი და გასწიეს დარბაზობაზე. გზაში კი ასეთი რამ მოიფიქრეს. ერთი კარეტაში დაიცდიდა. მეორე შევიდოდა, მუნდირს გაიხდიდა და გადასცემდა. ცოტა ხანში გამოვიდოდა მუნდირით, ვითომ ჰაერის ჩასაყლაპად, მისცემდა მეორეს და უკან შებრუნდებოდა. ამასობაში მეორე ჩაიცვამდა მოსასხამს და დიდი სამბით შევიდოდა. თავარი ხომ შესვლა იყო არა? გამოსვლისას ვინჩიოდა ერთ მუნდირს. დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენ რა გაგიკეთებიათ სტუდენტური გაჭირვებისას. ქართული ენის აკრძალვა სამეგრელოში. ქართველი ხალხის ერთიანობის გათიშვის მიზნით 1884 წლის 11 იანვარს კავკასიის სასწავლო ოლქის ხელმძღვანელი კირილე იანოვსკის ხელმოწერით გამოვიდა საგანგებო დადგენილება სამეგრელო სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის შესახებ. რასაც მალე შედეგად მოყვა მეგრული ანბანის შედგენა სლავური ანბანის საფუძველზე. ქართულ ენას სამეგრელოში საფრთხე დაემუქრა. ხომ წარმოგიდგენიათ რა ამბავი ატყდებოდა. წამსვე ფეხზე დადგნენ და განგაში ზარი შემოჰკრეს ჩვენებმა. ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, დიმიტრი ყიფიანი, იაკობ გოგებაშვილი და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხვა თვალსაჩინო წარმომადგენლები დიდი ან პატარიანად დაირაზმნენ. იმავე წელს ოქტომბერში წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ სამეგრელოს სოფელ ძველ სენაკში გადმოიტანა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ერთ-ერთი განყოფილება. მის ბაზაზე გახსნა დაწყებითი ქართული სკოლა. ერთს მეორე მოყვა, მეორეს მესამე. არ არსებობდა სხდომა, სადაც სამეგრელო საკითხი არ განიხილებოდა. ასე ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გავიდნენ ბოლოში. საერთო ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. იანოვსკის და მისი დამქაშების გამთიშველ პოლიტიკას სამეგრელოში მომავალი არ ეწერა. ჩვენმა პატრიოტებმა მედგრად დაიცვეს ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესები. დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობა კროკოს და მადლობა თქვენ რომ გვიყურებთ. გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო. ჩვენ მალე დაგიბრუნდებით. დროებით.